ტყიბულში ახალი პოლიციის შენობა გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ტყიბულის პოლიციაში 25 სამართალდამცველი იმუშავებს, რომელიც რაიონის 45 სოფელს მოემსახურება. პოლიციის ახალი შენობა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პავლე კუბალაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გახსნეს. ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავადაც ესწრებოდა. სულ საქართველოში 65 პოლიციის ახალი შენობა აშენდა, აქედან 20 იმერეთის რეგიონში. დღეს მინდა მივულოცოთ ყველა ტყიბულს ქალაქ-ტყიბულობა, ტყიბულ-ქალაქობა და აი ბავშვებთან ერთად გავხსნით პოლიციის შენობა და ვერც მაქრას რომ ეს ბავშვები მხოლოდ გასართობად მოსულიყვნენ ამ პოლიციის შენობაში. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს და ყველას ვისურვებ ესეთი ლამაზი, მზიანი, ბედნიერი დღე ყოფილიყოს ყოველი დღე ქალაქ-ტყიბულში. ძალიან ლამაზი დღესასწაულია, ყოველ წელიწადს აღინიშნება და რაც ყველაზე მთავარია, ესეთი ლამაზი პოლიციის შენობა გაიხსნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და კომფორტული მომსახურება მიიღოს და ასევე პოლიციელებს მიულოცავ, იმიტომ რომ კომფორტულ გარემოში მოუწევთ მუშაობა.